ეთერში ახალი 12 სტუდიაში თინა ბეგიაშვილი იწყებს მუშაობას. გამარჯობა. ცხეთამთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმოგდანის მერვე სასჯელ აღსრულების დაწესებულება დაახლოებით 23 საათზე ადვოკატების გარეშე დატოვა. ციხესთან მას ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები დახვდნენ. ისინი ჩოჩელის დაკავებას აბსურდულს უწოდებენ. საპატიმროს დატოვების შემდეგ ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ჩვენ ძალიან მალე შეგვეძლება დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართალი იზეიმებს, ბატონი ცეზარი არის უდანაშაულო, არ ვაღიარებთ არც ერთ შემთხვევაში და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებები. არანაირად არ ვცნობ თავს დამნაშავედ, ამას ალბათ გამოძიება შემდგომში დაადგენს. მზად ხართ თუ არა ითანამშრომლობთ? რა თქმა უნდა. არ ვიცი, ჯერჯერობით თუ რა შევეკეთ, გავერკვევი უკეთ. დიდი მადლობა. კომპანია თბილაინსა და გაფიცულ მძღოლებს შორის დღის განმავლობაში სავარაუდოდ მოლაპარაკება შედგება, თუმცა ეს გდანის ავტოპარკთან მოხდება თუ კომპანიის ოფისში დაუზუსტებელია. მიკროავტობუსების მძღოლები მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. დღეს მძღოლები გდანის ავტოპარკში იკრიბებიან, სადაც პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ერთმანეთს გაუზიარებენ. ორშაბათს კი დაგეგმილია მძღოლების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენლებთან. თბილისში მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა 24 იანვარს დაიწყო. ისინი გადასახადების შემცირება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰეროინის შემოტანის ფაქტზე 1991 წელს დაბადებული პიროვნება დააკავეს. დაკავებული შემოწმებისას მას პოლიეთილენის პარკში შეფოთული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან კუსტარულად დამზადებული და 23 პაკეტად დაფასებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა სცადა. ასევე ექსპერტიზის დასკვნით აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებაში ჰეროინის სუფთა წონა 4,485 გრამი, რაც მოქმედი კანონმდებლობით განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს ორგანიზმში ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების კვალი აღმოაჩნდა. სისხლის სამართლის საქმე 260 მუხლის მესამე ნაწილით და 262 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. ამა წლის 25 იანვარს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკიდან და გადამოწვევისას მას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მიმდინარეობს გამოძიება. ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში სემინარი თემაზე რეგიონული განვითარების დაგეგმა მიმდინარეობს. შეხვედრას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მინისტრი დავით ნარმანიაც ესწრება. სემინარზე განიხილება რეგიონული განვითარების სისტემა და 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგია. კონფერენციის მონაწილეები ასევე მსჯელობენ რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმების შესახებაც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის ქართველთა განმანათლების წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 1 და 19 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 და 14 იანვარს გარდაცვალება. მოციქულებმა იქადაგეს ქრისტეს სარწმუნოება და გააფუძნეს ეკლესია, ხოლო შემდგომ და წმინდა ნინო ეს მოციქულთა ღვაწლი გასწია და აქედან გამომდინარე მოციქულთა სწორად მოიხსენიებენ. დიდი არის წმინდა ნინოს ღვაწლი, როგორც საქართველოს კეთილდღეობისათვის, ეს სრულიად მართლმადიდებელი, ასე ვთქვათ, სამყაროსათვის. ნინოვის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს დილიდან ხალხმრავლობა სიღნაღში ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც წმინდა ნინოს განსასვენებელი მდებარეობს. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ბოდბეში წუხალ ჩავიდნენ და სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრნენ, რომელიც იქ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს დილიდან ხალხმრავლობა წმინდა ნინოს სასწაულ მოქმედ წყაროსთანაც, სადაც ბოდბეში ჩასული მორწმუნეების დიდი ნაწილი გამბანოს ახდენს. ამ დროისთვის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა წმინდა ნინოს ახლად აშენებულ ტაძარში მიმდინარეობს და მას ზუგდიდის საეშის ეპარქიის მეუფე გერასიმე აღავლენს.
მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ აქ წინან მოსახლეობიდან, არა მარტო საქართველოდან, ეს მართლა ცენტრია. ესეთი მნიშვნელოვანი წინდანი არა მარტო ქართველებისთვის წელი მართლმადიდებლური და არა მართლმადიდებლური სამყაროსთვის. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის მომბუცველი, წყალშიც ჩადის და წინდანი მოსახლეობიდან მოდის. გილოცავთ დღევანდელ დღეს მინოობას. მე პირველად ვარ ამ დღესასწაულზე ბოდბეში. თბილისიდან ჩამოვედით დღეს მოსალოცა და ულოცავ მთელ საქართველოს ამ წყირვალი დღესასწაულს. საქართველოს ევროპელი დემოკრატები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით. მიწებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204 მუხლის არსებული რედაქციის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ქონების გადასახადი განსაზღვრულია 50 ლარიდან 100 ლარამდე, ხოლო კანონპროექტის ახალი რედაქციით მინიმალური საბაზისო განაკვეთი კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს ევროპელი დემოკრატებისთვის გაუგებარია, რატომ ზრდის საქართველოს ახალი ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ქონების გადასახადს და მოუწოდებს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი ახალ კანონპროექტს. მოუწოდებთ ამჯერად უკვე საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს და არ მიიღოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი, რომელიც ეხება საგადასახადო კოდექსის 204 მუხლს, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო შეიძლება გაუარესდეს ისედაც მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რომელიც აქვს ჩვენს სოფლის მოსახლეობას. გარდაბნის რაიონის სოფელ პოლოდანტკარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მთავარ პრობლემას წყლის და ბუნებრივი აირის არქონა წარმოადგენს. სოფელში გაზის მილები უკვე რამდენიმე წელია გაყვანილია, თუმცა გაზმომარაგება არც მილების გაყვანის შემდეგ დაწყებულა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში მოუწესრიგებელია გზები, სოფელს არც მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება. პოლოდანტკარის მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთების დაკანონებასაც ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დახმარებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. პოლოდანტკარის რწმუნებულის მოადგილე ირაკლი ალელიშვილი კი აცხადებს, რომ ნაწილი პრობლემების მოგვარება 2013 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. პენსიონერმა ხალხმა რა უნდა ვქნათ ამდენი, რომ ყოველ წელიწადს ყოველ 6 თვეში გვასწრებინებენ ცნობებს. ვერაფრით ვერ მივახციეთ მიზანს, რომ ჩვენ ეს სახლი გაგვეფორმებია. წყალი არ არის, გაზი არ არის. 3 წელიწადია გააკეთეს ტრუბები და გაზი არ გაუყვანიათ. ძალიან ამწვალო. მივმართეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, აგერ ხელში მაქვს დოკუმენტი. დავალებული იყო დაავალეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომ განეხილათ ჩვენ საკითხი. საერთოდ არ მოგვაქციეს ყურადღება. არც თავმჯდომარე ყავს, არც გამგებელი ყავს. ეს იყო ახალი 12-ზე, ჩვენ ეთერში 3 საათზე დავბრუნდებით. დროებით.